გვაქვს ოქროს. მოგესალმებით, კოლეგებო. ჩვენ დღეს გვაქვს გაერთიანებული სხდომა საფინანსო, საბიუჯეტო და აგრარულ საკითხთა კომიტეტების. დღის ეს რიგში წარმოდგენილია ერთი საკითხი, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ საქართველოს კანონში და ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი ბატონი ლაშა ხუციშვილი. საქართველოს აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს გთხოვთ, თუ არ გაქვთ შენიშვნები, დავამტკიცოთ დღის წესრიგი. ასევე იგივე საკითხებია ჩვენი კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში. ქორუმი გვაქვს ჩვენს ასევე, უფლებამოსილები ვართ შევუდგეთ მუშაობა და ვინ ამოხრე დავამტკიცოთ სხდომის დღის წესრიგი. წინააღმდეგი არავინა და გთხოვთ ასევე მოხსენებელს წარმოგიდგინოს აღნიშნული კანონ პროექტი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში, თავისუფალი ინდუსტრიის ზონის კანონში, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტ. სამივე ცვლილება ეხება წარმოშობის სერტიფიკატების გაცემას და სამივე შემთხვევაში, პირველ შემთხვევაში ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტისათვის განკუთვნილ წარმოშობის სერტიფიკატს, მეორე შემთხვევაში თავისუფალი ინდუსტრიის ზონაში წარმოებულ საქონელზე წარმოშობის სერტიფიკატს და მესამე შემთხვევაში ევრო 1 ტიპის სერტიფიკატის გაცემას განახორციელებს შემოსავლების სამსახური. კითხვები თუ გაქვთ კომიტეტის წევრებს? აქამდე ვინ გასცემდა ამ სერტიფიკატებს? აქამდე ერთ შემთხვევაში გაცემდა ღვინის ეროვნული სააგენტო, მეორე შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო, მესამე შემთხვევაში სავაჭრო სამრეწველო პალატა, მაგრამ შემოსავლების სამსახურს ასევე ჰქონდა სამივე სერტიფიკატის გაცემის შესაძლებლობა და სერვისის გამარტივების და ერთი ფანჯრის პრინციპიდან გამომდინარე უფრო მარტივად მოხდეს ამ სერვისის მიწოდება ექსპორტიორებისთვის, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ მოხდეს გაცემა შემოსავლების სამსახურის მიერ. ანუ დავაზუსტებთ შეიძლება. აქამდე იყო ალტერნატივა, ხო? ან ერთი გასცემდა, ან მეორე. ანუ მე შემეძლო, რომ სავაჭრო სამრეწველო პალატაში ამეღო, ან შემოსავლების სამსახურში ერთ და იგივე დოკუმენტი. აქედან ამიერიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ შემოსავლების სამსახურში ამ დოკუმენტის აღება. რაც შეეხება სავაჭრო სამრეწველო პალატას და ევრო 1 სერტიფიკატს, ეს ცვლილება ამასთან ერთად გამოწვეულია ასოცირების შეთანხმებით, სადაც პირველი ოქმის მე-16 მუხლის შესაბამისად ევრო 1 სერტიფიკატი აუცილებლად უნდა გაცეს საბაჟო ორგანომ, ხოლო საბაჟო ორგანოს წარმოადგენს შემოსავლების სამსახური. და აი სხვა სერტიფიკატებზე? სხვა სერტიფიკატებზე შესაძლებელი იყო გაეცა შემოსავლების ან მეორეს და ეხლა გასცემს შემოსავლების სამსახური, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ამ გადამხდელს ექსპორტის შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენა უწევს, ისეთ შემოსავლების სამსახურთან აქვს ყველა ვარიანტში შეხება და ხო, მაგრამ აქამდეც ხო შემეძლო, თუ ჩემს უკეთესი იყო შემოსავლების სამსახური მომცემდა ამას, ხო? არა, პალატის ნაწილში კი ბატონო, რეგულაციები, როგორც მივხვდი, გამომდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, მაგრამ სხვა ნაწილში მქონდა ორი ალტერნატივა, ხო ესე გამოდის, ან ერთი, ან მეორე. თუ ერთი მე მიჭიანურებდა გაცემას წავიდოდი მეორესთან ავიღებდი, თუ ეს გამიჭიანურებდა გაცემას წავიდოდი იმასთან ავიღებდი, ახლა თქვენ ამბობთ, რომ ეს ალტერნატივა აღარ მექნება და აუცილებლად შემოსავლების სამსახურმა უნდა მომცეს. შემოსავლების სამსახური გასცემს და ამას რატო ვაკეთებთ? ანუ ამ შემთხვევაში ისედაც ეხა შესაბამისობაში ვართ.
ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურთან მიმართებაში არანაირი პრობლემა პრაქტიკაში ასეთ სერტიფიკატების გაცემის სახეზე არ გვაქვს. პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი სისტემა, რომელიც სერტიფიკატების გაცემას აქვს, არის სწორედ შემოსავლების სამსახური, შესაბამისად იმის გამო, რომ ექსპორტიორებს, გადამხდელებს გაუმარტივოთ მდგომარეობა და არ ქონდეთ რამოდენიმე სტრუქტურაში არა, რამოდენიმე სტრუქტურაში შევსაბდეთ, რომ არა აქვს ეხლაც მისასვლელი. დავასრულე თუ შეიძლება რამოდენიმე სტრუქტურასთან რო არ კონდეს ურთიერთობა, რაც ზოგ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ საფასურებიც განსხვავებულია, პროცედურებიც შეიძლება ერთი და იგივე არ იყოს, შესაბამისად მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ იყოს ერთი სისტემა, ერთ სისტემამ გასცეს ესეთი სერტიფიკატები. ერთი საკითხი დავაზუსტოთ. აქ არის საუბარი евро 1 სერტიფიკატის გაცემაზე. დაუშვათ სხვა ქვეყნებთან, რომელიც არ ითხოვს евро 1 სერტიფიკატს, რჩება იგივე მიდგომა თუ ამ შემთხვევაში მხოლოდ შემოსავლების სამსახური გასცემს. ესეთ ქვეყნებთან მიმართებაში რჩება სავაჭრო სამლოცველო პალატის ალტერნატივაც. ესე იგი მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე არა, მე როგორც გავიგე, აქ არის евро 1 სერტიფიკატის გარდა არის სხვა ტიპის სერტიფიკატებზეც საუბარი. სადაც ჩვენ მაგალითად ეკონომიკის სამინისტროს და კიდევ სხვა უწყებას თუ სამრეწველო პალატას ან შემთხვევა ქონდა, ან ერთი იმაძლევდა, ან მეორე. ეხლა ვამბობთ, რომ ექსკლუზიურად მხოლოდ შემოსავლების სამსახურმა უნდა მომცეს. მე უბრალოდ ერთ რაღაცას გავუსვავ ხას რა, სახელმწიფო სერვისებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, საითაც მიდის ნებისმიერი ქვეყანა, ეს არის მონოპოლიური ფუნქციების მოშლა. ანუ ერთ უწყებას თუ აქვს მონოპოლიური ფუნქცია და მარტო ჩემს ნებაზე ხარ დამოკიდებული, ასეთ შემთხვევაში რაღაც ეტაპზე არის საფრთხე იმის, რომ არ მე გავართულო პროცედურა გაცემის, ან სიტყვაზე ვთქვათ, არაფორმალურად დავაწესო რაღაცა თანხა, რომელიც უნდა გადამიხადო თუ გინდა რომ მალე მოგცე ეს დოკუმენტი. მე მესმის რომ შეიძლება დღეს ამ პრობლემის წინაშე არ ვდგავართ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთ პრობლემა შეიძლება წარმოიშვას. აი მაგალითად გეტყვით, ქონების რეგისტრაცია ადამიანს შეეძლო მხოლოდ საჯარო რეესტრში, მაგრამ ჩვენ მივდიოდით იქეთ რომ ბანკშიც ქონოდა ამის შესაძლებლობა, ნოტარიუსთან ქონოდა ამის შესაძლებლობა. ანუ პირიქით, მე თუ ჩემთვის მოსახერხებელია ბანკში მისვლა, მივალ და ბანკში გავაკეთებ ამ პროცედურას. თუ მოსახერხებელია ნოტარიუსთან, მივალ და ნოტარიუსთან გავაკეთებ და თუ მოსახერხებელია იუსტიციის სახლში, მივალ და იუსტიციის სახლში გავაკეთებ. ამ შემთხვევაში მე მიზანს ვერ ვხედავ, თუ მე მაქვს ორი არჩევანი, თქვენი წინადადება ეხლა მისპობს ორ არჩევანს და მიტოვებს ერთ არჩევანს. არა მარტო იმ ნაწილში, რომელსაც მე евро 1 სერტიფიკატზე მთხოვს ასე ვთქვა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, არამედ სხვა ნაწილებშიც. რატო ვაკეთებ? თუნდაც განსხვავებული ტარიფი იყოს, მე რა, ჩემი არჩევანია, თუ ჩემთან ახლოს არის უფრო ძვირიანი სერვისი, მივალ და იმ სერვისს ავიღებ. თუ მე მირჩევნია, ეს ხო ჩემი არჩევანია, ეს თქვენი გადასაწყვეტი არ არის. აი, რატო ვაკეთებთ ამ ალტერნატიული შესაძლებლობის მოხსნას? ამ შემთხვევაში საუბარია სამივე შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სერვისებზე და უმჯობესია რომ ერთმა სტრუქტურამ განახორციელოს ეს სერვისები და რატო? აი რატო არის უმჯობესი იქნებ? მე მაგალითად გეუბნებით რომ უმჯობესი არ არის, იმიტომ რომ მე მექნება ალტერნატივა და თუ ფულს თხოვს არალეგალურად პირობითად თქვათ ვინმე, ანუ არ მაძლევს რა სერტიფიკატს, მიჭიანურებს გაცემას, წავალ და მეორეს განავიღებ. ანუ ყოველთვის იცის პირველმა, რომ თუ ის არ მომცემს, მე მაქვს მეორე ალტერნატივაც იქაც რო ავიღო, სხვაგანაც რო ავიღო. თქვენ მეუბნებით რომ უმჯობესია, რატო არის უმჯობესი, რომ ორი ალტერნატივის ნაცვლად მე მქონდეს მხოლოდ ერთი შანსი, ანუ ერთ უწყებასთან ურთიერთობის ალტერნატივა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში არ არის საუბარი евро 1-ზე, евро 1-ზე ვალდებულებაა. დანარჩენ ორ შემთხვევაში უმჯობესი, ჩვენი მოსაზრებით უმჯობესია, იმიტომ რომ სამივე შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო სტრუქტურა, სამივე შემთხვევაში შესაძლებელია იყოს განსხვავებული პროცედურა, რაც რეალურად შეიძლება უფრო დამობნეველი იყოს მეწარმისთვის და იქიდან გამომდინარე, რომ მეწარმეს ისედაც აქვს შეხება საბაჟო ორგანოსთან და საბაჟო ორგანოში მის მიერ ექსპორტში გასაშვებ პროდუქციას ადეკლარირებს, სერტიფიკატის იქაღებაც უფრო მარტივი იქნება. არა, რატო მე კითხვას მაგიტოვს, თქვენ ამბობთ ზოგადად, ხო? ბატონო გიორგი, კონკრეტული კოლეგებსაც აქვთ კითხვები, მაშინ დავსვათ კითხვები და მე შემდგომში დავაზუსტოთ. აი ბატონი დათო, შემდეგ ქალბატონი ნანა. მადლობთ, მოგესალმებით, ბატონაშა. მაინტერესებს რაზეც დისკუსია მოყვა. უბრალოდ შემოსავლების სამსახურში ბუნებრივი არის ამის სტატისტიკა
თუ ქონდა დღემდე პრაქტიკას ადგილი, როდესაც ხდებოდა ხელოვნურად შეფერხება სერტიფიკატის გაცემისა და თუ არის რეგისტრირებული ელემენტარულად, რასაც საჩივარი ქვია, თუ ვინმე მიმართა, რომ ამის გამო მას ხელი ეშლებოდა სამეწარმეო საქმიანობაში. და რაც შეეხება იმას, რომ ქონების რეგისტრაცია ხდებოდა ბანკებში და სხვაგან, ბატონ გიორგი, მინდა გითხრათ, რომ ქონების რეგისტრაცია მაინც საჯარო რეესტრის მიერ ხდება რეგისტრირება, უბრალოდ ბანკი არის გამტარი, ბანკში აბარებ განცხადებას და ბანკში უბრალოდ მიიღებ. აქ არაფერი არ იცვლება, ანუ საბოლოო პროდუქტის შემქმნელი მაინც არის საჯარო რეესტრი. ალბათ ვინანა. მოგესალმებით კოლეგებო. მეც მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი პროექტი არის კარგი შემოთავაზება, იმდენად რამდენადაც ეხლა ბატონო გიორგი თუ ჩავეძიებით ისე ადრესად ხდებოდა რეგისტრაცია ქონებების, ღამღამობითაც ხდებოდა ხოლმე 2-3 საათზე გადაფორმებები და რეგისტრაციები არასასურველ პიროვნებებზე და ალბათ ჯობია რომ დღეს შემოთავაზებულ ვარიანტს კენჭი უყაროთ და აქედან გამომდინარე დავინახავთ რამდენ ხმას მოაგროვებს ეს ახალი შემოთავაზება. ბატონო დიდი მადლობა მოგესალმებით. მე მაინტერესებს თქვათ ეს ცნობები თუ რაღაცები რამდენი პროცენტს გასცემდა თქვათ პალატა, სხვა ორგანიზაცია და რამდენი პროცენტს გასცემდა შემოსავლების სამსახური. თუ აღმოჩნდა რომ 90%-ს გასცემდა, მაშინ პრობლემა არ არის, მაგრამ თუ აღმოჩნდა რომ 90% ხმები გასცემდნენ და ეს 10%-ს გასცემდა მარტო, მაშინ მე შემექრება პრობლემები ხმის მიცემის დროს. სხვა შეკითხვები? მაშინ ერთ შეკითხვას მეც დაგისვათ. იქ სხვადასხვა უწყებებში ხდებოდა რეგისტრაცია. ახლა ამითი გამონთავისუფლდება დასაქმებულები იმ სხვა უწყებებიდან, რომლებიც კონკრეტულად ამ საქმეზე იყვნენ, თუ ისინი სხვა ფუნქციასაც ასრულებდნენ გარდა ამისა. მე ვერ გავიგე რამ განაპირობა ესაჭიროება. ანუ რეალურმა პრაქტიკამ დაუშვათ, ვაცაბუთებ თქვა, რეალურმა პრაქტიკულმა ცხოვრებამ აჩვენა, რომ ვიღაცა გასცემდა ყალბს რაღაცა და აი ამ გარემოებებმა მიბიძგა იმისკენ, რომ აი ეს ინიციატივა შემომაქვს. მე მინდა არგუმენტები, რა არგუმენტებმა განაპირობა ის, რომ მოხერხებულია არ ვიცი ვისთვის რა არის მოხერხებული. მეწარმისთვის შეიძლება ორი სუბიექტია მოხერხებული. ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა, რა თქმა უნდა, მესმის რომ ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები შრომა დახარჯოს და რაც შეიძლება მეტი გააკეთოს. მაგრამ ადმინისტრაციული ორგანო თუ რაღაცა ცვლილებას ახორციელებს, იმიტომ რომ მას უნდა რომ შრომა გაიადვილოს, ეს არ არის არგუმენტი. იმიტომ რომ რატო იქ და მე ჩემთვის ჯობია რომ აი ამ წერტილში იქნება და ასე შემდეგ. თავარი ჩვენ შევხედოთ როგორ მოწონს ეს მეწარმეს, რა პრობლემებს უქმნის და სახელმწიფოს და რა შედეგი მოყვება ამას. ეს მომენტი მაინტერესებს. არგუმენტი მინდა გავიგო მიზეზი, რამ განაპირობა ეს საჭიროება. თუ თქვენ მეტყვით რომ აი ამან განაპირობა, რატომ არ დაუჭერ ხარს და დავინახავთ რომ ეს არგუმენტი რეალურად სწორი არგუმენტია და აშკარაა რომ თუ ეს ცვლილება მოხდება, მართლა უკეთესობისკენ წავა სიტუაცია. დიდი მადლობა. თან მით უმეტეს თქვენ ახსენეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულება და ხაი სწორედ ამ კითხვას გავაგრძელებ მე. გვაქვს ჩვენ ეს ვალდებულება რომ დაუშვათ ევროკავშირმა არ ცნოს სხვა ორგანოს მიერ გაცემა რა სანდოობით რა უფრო მეტი სანდოობით გამოირჩევა დაუშვათ ეს დოკუმენტი სხვა სერტიფიკატებისგან. მადლობთ შეკითხვებისთვის. სტატისტიკას რაც შეეხება ესეთი ან განცხადება ან საჩივარი რაიმე პრობლემა შემოსავლების სამსახურთან მიმართებაში მეწარმეს შექმნდეს არა ესეთი სტატისტიკა არა გვაქვს რაც შეეხება სერტიფიკატების გაცემას კონკრეტულად ციფრი არ ვიცი მაგრამ უმეტესი ნაწილი შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცემოდა ისედაც ფუნქციებს რაც შეეხება ფუნქციები თვითოულ ამ სტრუქტურას რომელიც გაცემდა იმათ სხვა დამატებითი ფუნქციებიც ჰქონდათ ბუნებრივია და ამ ფუნქციით რაიმე რესურსი გამონთავისუფლდება თუ არა მე არ მაქვს ეს ინფორმაცია სავარაუდოდ რაღაც რესურსი გამონთავისუფლდება მაგრამ კონკრეტულად თქვა რა რაოდენობით
არ მაქვს სამწუხაროდ ესეთი ინფორმაცია. რაც შეეხება ვალდებულებას, ბუნებრივი ასოცირების შეთანხმებით ეს ვალდებულება გვაქვს აღებული და სხვა სერტიფიკატს ევროპის არც ერთი ქვეყანა გარდა საბაჟო ორგანოს მიერ ან შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული თუ არ იქნება არ ცნობს ასეთად, როგორც სერტიფიკატი და შესაბამისად იმ შეღავათებით ვერ ისარგებლებენ, რაც ამ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული საბაჟო გადასახადებში. ოდიში, ეგ არის ევრო 1-ზე. გავიგე, ევრო 1-ზე. სხვა პროდუქტებზე ეს ხო არ არის. ანუ ამ შემთხვევაში ეს ცვლილება ეხება ასევე იმ შემთხვევებსაც, როცა საერთოდ ერთი მხრივ ევროპასთან კავშირი არ მაქვს, ხო? და მე მინდა ავიღო სერტიფიკატი. მეორე ეხება იმ სერტიფიკატებსაც, რომელსაც არ ითვალისწინებს ამ შემთხვევაში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. ხო ესეა? ანუ მე მესმის, რომ თქვენი ცვლილება იყოს კონკრეტულად, რომ ყურძნისეულ წარმოშობილ პროდუქციის ექსპორტისთვის განკუთვნილ სერტიფიკატებსაც ეხება გეთანხმებით. მე საუბარი მქონდა ევრო 1-თან მიმართებაში, ევრო 1 აუცილებლად უნდა გაიცეს საბაჟო ორგანოს მიერ, შემოსავლების სამსახურის მიერ წინააღმდეგ შემთხვევაში. ეს ნაწილი გავიგეთ, სხვა ნაწილებზეა აქ შეკითხვები უბრალოდ, სხვა საკითხებზეა. კი ბატონო, სხვა საკითხებზეა აქ საუბარი, ის რაც არ ეხება ევრო 1-ს, ანუ ევრო 1-ის გარდა. სხვა საკითხებთან მიმართებაში, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ შემოსავლების სამსახური გასცემდა უმეტეს ნაწილს სერტიფიკატებისა, შემოსავლების სამსახურში არის ის რესურსი, რომელიც ამ სერტიფიკატის გაცემასთან რა თქმა უნდა, ხა თქვენ ბიუჯეტის დაფინანსება გაქვთ და სავაჭრო პალატას აჯობებთ თქვენი დაფინანსებით და თქვენი ადამიანური რესურსებითაც და სერვერული ინფრასტრუქტურითაც და ყველაფრით რა. მაგრამ მეორე მხრივ რო შევხედოთ, მაგალითად, ნორმალურ ქვეყნებში ხა საქართველოში ავად თუ კარგად როგორ ასრულებს არ ვიცი ხა სავაჭრო პალატა თავის ფუნქციას, მაგრამ მისთვის ერთ-ერთი შემოსავლის წყარო არის ის მომსახურებები, რასაც ის უწევს კომპანიებს. თუ კონკურენტულ ბაზარზე არის და უკეთესად გავუწევ მე მომსახურებას, მაგალითად სავაჭრო პალატა, ამით შეიძლება შემოსავალი მქონდეს და ამ შემოსავლით და გავაკეთო ბიზნესების ინტერესის ლობირება რომელიღაცა სხვა ქვეყანაში. სავაჭრო პალატის ფუნქცია ეს არის, ხო? საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა, ქართული ბიზნესის მხარდაჭერა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ასე შემდეგ. თქვენ ამ ცვლილებებით ამბობთ, რომ სავაჭრო პალატას აღარ ქონდეს ეს ეკონომიკის სამინისტროს რომელიღაცა სტრუქტურას, რომელსაც შემოსავალი ქონდა, შეიძლება აქედან აღარ ქონდეს და ეს წავიღოთ შემოსავლების სამსახურში. მთელი ეს შემოსავალი. შემოსავლების სამსახურში რატო უნდა წავიღოთ? აი ამაზე არის კითხვა. მიხვდით? სავაჭრო პალატას რაც შეეხება, სავაჭრო პალატას კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მხოლოდ ევრო 1-ის სერტიფიკატის გაცემის უფლება აღარ ექნება. დანარჩენი სხვა სერტიფიკატების გაცემის უფლება სავაჭრო პალატას დარჩება. აბა რა შეგვიძლია? არა, ერთი წუთით რა. მოდით აი ჩამოგვითვალეთ რა სერტიფიკატებზეა საუბარი და რომელს ვინ გასცემს. გასცემდა და თქვენი კან პროექტით რომელს ვინ გასცემს. რამდენ სერტიფიკატზე გვაქვს ახლა საუბარი? მოდით აი თქვათ. ევრო 1 სერტიფიკატი, რომელსაც გაცემდა შემოსავლების სამსახური და სავაჭრო სამრეწველო პალატა, ახლა გასცემს მხოლოდ შემოსავლების სამსახური. კარგით. მერე შემდეგი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონელზე სერტიფიკატს გასცემდა ეკონომიკის სამინისტრო და გასცემს ახლა შემოსავლების სამსახური. მარტო ეკონომიკის სამინისტრო გასცემდა? ეკონომიკის სამინისტრო ან შემოსავლების სამსახური. ეხლა გასცემს მხოლოდ შემოსავლების სამსახური. რატო? იმიტომ რომ ეს იქნება უფრო მოსახერხებელი მეწარმეებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება იქიდან გამომდინარე რომ შემოსავლების სამსახურში მას სხვა დოკუმენტაციაც აქვს წარსადგენი და რომ არ კონდეს გაუგებრობა ეს დღესაც ხო შეუძლია სხვადასხვა პროცედურებში შესაბამისად უმჯობესია რომ გარკვეული დაბნეულობა რო არ გამოიწვევს კაი შემდეგი სერტიფიკატი ხარეთ კიდე შემდეგი ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტისთვის განკუთვნილი სერტიფიკატი. ამას ვინ გასცემს დღეს? ამას გასცემს ღვინის ეროვნული სააგენტო და შემდგომში გასცემს შემოსავლების სამსახური. ანუ ეხლა გასცემს ან ღვინის ეროვნული სააგენტო, ან შემოსავლების სამსახური და შემდგომში მხოლოდ შემოსავლები რჩება. რატო? პრინციპი იგივეა. ერთი ფანჯრის პრინციპი მოდი გავუმარტოთ რა არის. ერთი ფანჯრის პრინციპი არ ნიშნავს, რომ ერთ უწყებას აქვს მხოლოდ უფლება გაცემის. ერთი ფანჯრის პრინციპი ნიშნავს, რომ ბევრი სხვადასხვა სერვისი შემიძლია მივიღო ერთ ადგილზე. ეს არ ნიშნავს, რომ ექსკლუზიურად ერთმა უწყებამ უნდა გასცეს მხოლოდ. პირიქით, ერთი ფანჯრის პრინციპი ნიშნავს,
რომ სადაც მომიხერხდება ჩემთან ყველაზე ახლოს, იქ მივიდე და ნებისმიერი მომსახურება, რაც სახელმწიფოს მხრიდან მჭირდება, ეს ნებისმიერი მომსახურება მივიღო იმ კონკრეტულ წერტილზე, ხო? ლიცენზია იქნება, კომპანიის რეგისტრაცია იქნება, საგადასახადოსთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. ერთი ფანჯრის პრინციპისგან სვლა თქვენ შემთხვევაში იქნებოდა ის, რომ საგადასახადო მომსახურება მე შემეძლოს მივიღო ბევრ სხვა ასე ვთქვათ, ფანჯარაში, რომელიც არსებობს, ხო, არ ვიცი, ბანკში არსებობს ფანჯარა ესეთი სერვისების, სხვა კომპანიებში და ასე შემდეგ. ერთი ფანჯრის პრინციპი ის, რასაც თქვენ ამბობთ, არ არის. ამიტომ გვაინტერესებს, რატო აკეთებთ ამ ცვლილებას? თქვენ მოდით რეალურად თქვა, თქვენ უბრალოდ ფუნქციას ართმევთ იმ უწყებებს და ექსკლუზიურ უფლებამოსილებას იტოვებთ მხოლოდ შემოსავლების სამსახურში, რომ მარტო მე ვარ მაგარი და მარტო მე შემიძლია გავცე. რაც მე პირადად მიმაჩნია, რომ არასწორია. ბატონო გელა, რეგლამენტი დავიცვათ რა. სხვა საბუთებიც აქვს, ჩასწრა რომ ბარემის ბივა და იქ აიღებს ყველაფერს. ჩემი საქმეა, სადაც მოგვიყვება. ეხლაც ეგრეა და უბრალოდ ჩვენ მეორე ალტერნატივას. ერთი წამის ბატონო გიორგი. შეიძლება მე მაინტერესებს თვითონ ამ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ანუ იმასთან ხონდათ ამასთან მოლაპარაკება, ანუ თანხმობა ან რაღაცა ან პროტესტი ხოსა გასაგებია მე რა მაინტერესებს მათი აზრი როგორი არის აი მათი აზრი მაინტერესებს მე ყველა სტრუქტურა თანახმარო გაცეს შემოსავლების სამსახური მე კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო ბატონო ლაშა ესე იგი თუნდაც ავიღოთ ღვინის ეროვნული სააგენტო ევროპისთვის გამზადებული საექსპორტო პროდუქცია გასაგებია გასცემ შემოსავლების სამსახური ვინაიდან ევროკავშირი აღიარებს აღნიშნული სამსახურის მიერ გაცემულ დოკუმენტს მაგრამ თუ პროდუქცია მიდის სხვა ქვეყნებში DST-ს ქვეყნებში არა ევროკავშირში მაგ შემთხვევაში ღვინის ეროვნულ სააგენტოს რჩება ფუნქცია რომ გასცეს თუ ყველა ქვეყანასთან მიმართებაში გასცემ შემოსავლების სამსახური გასაგებია ეგ მაინტერესებს აი უბრალოდ ბატონო გიორგი დავაცადოთ ხვესაც ჩვენ ხო არ ურთულებთ უფრო მეწარმეს განსაკუთრებით ღვინოზე მაქვს საუბარი იმიტომ რომ გამორიცხულია რომ იქიდან ცნობა ღვინის ეროვნული სააგენტოდან თქვენ არ მოითხოვოთ და ისე გაცეთ წარმოშობის სერტიფიკატი ესე იგი მეწარმე წავა ჯერ უნდა მევიდეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში მერე უნდა მოვიდეს თქვენთან მერე დატვირთოს ისევ თქვენთან უნდა მოვიდეს დატვირთვის მერე ეს რო ერთხელ ხდებოდეს მოსვლა კი ბატონო შეიძლება დაგთანხმებოდეთ მაგრამ მერე უნდა მოვიდეს თქვენთან როცა უკვე ექსპორტზე გაიტანს ესე იგი გამოდის რომ ეროვნულ სააგენტოშიც მიდის ღვინის ეროვნულ სააგენტოში მერე ისევ თქვენთან უნდა მოვიდეს და მერე კიდე თქვენთან უნდა მოვიდეს ეს ესე იქნება და ხო არ ურთულებთ ჩვენ ამით მეწარმეს და უკვე ორმაგ იმაზე ხო არ გადავდივართ ყველა ამ შემთხვევაში მეწარმეს მოუწევს ერთ ადგილას მისვლა მხოლოდ და სახელმწიფო სტრუქტურები ვერ გამიგეთ თქვენ სანამ თქვენამდე მოვა ეროვნული სააგენტოდან უნდა იყოს რაიმე ცნობა თქვენ რა დოკუმენტს ათხოვთ იქ მეწარმეს არ მოუწევს სხვაგან მისვლა შემოსავლების სამსახური თვითონ აწყობს ამ სერვისს ეს სერვისი ელექტრონულად არის აწყობილი ყველა ამ სტრუქტურასთან და შესაბამისად დოკუმენტაციის გაგზავნა მიღება და ეს პროცედურები აი მე დღეს მოვედი ბატონო გიორგი მოვედი თქვენთან და მე მისასვლელი აღარ ვიქნები ეროვნულ სააგენტოში ღვინის შემოსავლების სამსახურში თუ ესე იქნება კი ბატონო მირესალმე არა ერთ სულს ეხლა ძალიან ზეპირად გვაქვს ამაზე საუბარი ისმენთ ბოდიშვილი ხდი მაგრამ დღეს დაუშვათ ადგილზარმაშობის ღვინოები და უწავიდეს ექსპორტს ამისთვის გადის სადეგუსტაციო კომისიას სამტრესში ეხლა როგორ იქნება ამის გარდა შემოვიდა ღვინის აღრიცხვის ლოტო ნომრები რომელიც არის სავალდებულო ევროკავშირში ამასაც ახორციელებს სამტრესტი ეს როგორ იქნება ეხლა ეს ბატონ მაგელამ დასვა ეს შეკითხვა მე მგონი რაღაცა გაუთულებს ესეთ საკითხი მეორე საკითხი თუ ეს გადავა შემოსავლების სამსახურში გამოიწვევს თუ არა ეს იგივე ეროვნულ სააგენტოში ღვინის კადრების შემცირებას და შემოსავლების შემცირება და მიზეზი რატო გვინდა ამის გაკეთება აწყობილი სქემა არის რომელიც მუშაობდა ცვლილებას რატო ახორციელებთ ნებისმიერი ცვლილება ყოველთვის იწვევს პრობლემებს და გადამავალ ეტაპზე და ხალხი ადაპტირება და ასე მიზეზი რა არის რატო აკეთებთ ამას
შემთხვევაში, როდესაც საუბარია შემოსავლების შემცირებაზე რომელიმე სააგენტოსთვის, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ასევე საუბარი შეიძლება იყოს ხარჯების შემცირებაზე ბიზნესისთვის, რომელსაც ბიზნესი იხდის ამა თუ იმ სერვისში. შესაბამისად, თუ ეს გამოიწვევს ხარჯების შემცირებას, შემოსავლების შემცირებას სააგენტოსთვის, ეს პირდაპირ პროპორციულად გამოიწვევს ხარჯების შემცირებას ბიზნესისთვის. არა, ბოდიში, ეს მომსახურება ფასიანი იქნება ცალსახად და ამისთვის ფასს იხდის. ხა მე სიმართლე გითხრათ, შემოსავლების სამსახურში წასულ ამ ფულს მირჩევნია წავიდეს მართლაც ღვინის სააგენტოში, რატო? იმიტომ რომ ის სააგენტო ამ ფულს დახარჯავს რაღაცნაირად ღვინის პოპულარიზებს ან რაღაცისთვის. არ მიდის ბიუჯეტში ერთი სერვისებიდან შემოსავლები, განსაკუთრებით დაჩქარებული მომსახურები ყველაფერი ირიცხება ამ ორგანიზაციების ანგარიშზე. შემოსავლების სამსახური არის ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს შემოსავლების სერვისები მომსახურებიდან. მაგალითად, საბაჟოზე ნებისმიერ გაფორმებას რო აკეთებ, იმის გადასახადი მიდის უშუალოდ ანგარიშზე, რომელიც აქვს შემოსავლების სამსახურს, ხო? ამ შემთხვევაში ეს ფული მიდიოდა, ვთქვათ, ღვინის ფული ღვინოში მიდიოდა, მაგრამ შემოსავლების სამსახური ამას რომ არა, ღვინო აღარ მინდა, წამოვა ჩემთან. შემოსავლების სამსახურის ინტერესი არის ამოიღოს გადასახადი, ხო? მისი ინტერესი ეხლა რეალურად რო ვთქვათ, ის რომ მაგარი ღვინო იყოს ან ნაკლებად ხარისხიანი ან რაღაცა გააკეთოს, ეს არ არის, იმიტომ რომ ის არის ადმინისტრატორი გადასახადების ამომღები. ხო, არც უნდა იყოს, რა თქმა უნდა. და ჩვენ იმას, ვისაც აინტერესებს, რომ ღვინო მეტი გაიყიდოს, მეტი იყოს ეს ღვინო, იმას ვართმევთ ამ შემოსავალს. ჯერ ერთი პროცედურებზე მართლაც რომ ხა კომპიუტერით ღვინის დეგუსტაციას ვერ მოახდენ. თუ მე მივდივარ სადღაც და ვაბარებ საბუთს ღვინის დეგუსტაციაზე, მირჩევნია იქვე მომცენ ეს სერტიფიკატი ბარემ, აღარ წავიდე შემოსავლების სამსახურში, უბრალოდ ღვინო გავაგზავნო, ხო? გასცემ სერტიფიკატს, რომელზეც თქვენ საუბარი გაქვთ, სადაც დეგუსტაცია ხდება, იმ სერტიფიკატს შეიძლება ორ სიტყვა მივიდეს მაინც სხვა ორგანოში, სააგენტოში. სამტრესტი ხო არ გასცემ წარმოშობის სერტიფიკატს. ჯამში მაგრამ ორგანიზებული თუ აქვს ისე რომ სამტრესტი და ღვინის ეროვნული სააგენტო ამას აკეთებენ. განსხვავებული სქემაა, რატომ სული სქემაა? განსხვავებული გამართული სქემა არის. ეს სერტიფიკატები უპრობლემოდ მიიღება ევროკავშირის მიერ. რატომ? ევროკავშირის მიერ ეს სერტიფიკატები ცოტა ხანში აღარ მიიღება, რაც შეეხება ევროკავშირს, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული. ევროკავშირთან მიმართებაში ეს არის ცალსახა. თუ შეიძლება რა ორ სიტყვას ვიტყვით, ეხლა აქ მოდი ორად ხო არ გავყოთ. უფრო რა თქმა უნდა მეორე კომიტეტზე აქვს ვექტორი, მაგრამ მაინც წინადადების სახით ხო არ გავყოთ ორად ეს საკითხი ერთი, რაც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება გვაქვს, ის მივიღოთ დროზე, დანარჩენზე უფრო სპეციალისტებმა გააგრძელოს შელობა, რომ ისე რომ არც ფისკალური ეფექტი დაირღვეს და არც მინდა იმ პროფესიული კუთხითაც მოხდეს შეჯერება ისე რომ ბიზნესაც ხელი არ შეეშალოს. თან ჩვენ ორივე კომიტეტი ფაქტიურად გვაქვს სავალდებულო დასკვნა, აღნიშნული საკითხი გასატანია კიდევ სხვა ძირითად კომიტეტზე. თან პირველი მოსმენით ვიღებთ, ჩვენ შეგვიძლია ახლა რომ პრინციპების დონეზე შევთანხმდეთ რომ ცვლილებას დაუჭიროთ ხარი, მაგრამ შემდგომში უკვე მეორე მოსმენით იქ დეტალები უფრო ღრმად განვიხილოთ. ანუ პრინციპში მეორე მოსმენისთვის გადამუშავებული ვერსია მივიღოთ. მე თვითონ მექნება ასეთ შემთხვევაში მეორე მოსმენისთვის თუ შეიძლება რომ სტატისტიკური მონაცემებიც წარმოგვიდგინოთ და ასევე წარმოგვიდგინოთ დღეს არსებული პროცედურები როგორია და როგორი იქნება პროცედურები მომავალში. თავარი ხა ბიზნესს რაც აინტერესებს, ეს არის პროცედურები მარტივი მექნება თუ რთული. შეიძლება პირიქით ბევრი რაღაც ვნახოთ, რითაც კიდევ უფრო გაუმარტივებთ ბიზნესს, რა თქმა უნდა, რაღაცა სერვისებს და მომსახურებებს. და ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენაც, პროცედურა დაწყებული, როგორ ვიწყებ სერტიფიკატების მოპოვებას და როგორ ვამთავრებ, ხო? რა უწყებებში მივდივარ, ესეც მნიშვნელოვანი იქნება თუ წარმოგვიდგენთ ამ. ბატონო ლაშა, თქვენ მოისმინეთ უამრავი კითხვა დაისვა ამ საკითხის გარშემო და შემდგომი სხდომისთვის გთხოვთ რომ ყველა კითხვაზე გქონდეთ ამოწურავი პასუხი. დიახ, გისმენთ. იმიტომ ეხლა ჩემთვის ეს საკმაოდ ძალიან ახლო შეხება მაქვს ამ საკითხთან და ღვინის ეროვნული სააგენტო უზადმაზად სამუშაოს ატარებს იმისთვის, რომ მოხდეს საექსპორტო ბაზრების, ასე ვთქვათ,
ათვისება. ახლა მე არ ვარ დაწუნებული, რომ შემოსავლების სამსახურს ექნება ეგეთი საშუალება და ჩვენ რო წავართმევთ შემოსავლებს ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შესაბამისად წავართმევთ საშუალებებს, რომ რაღაც საქმეები აკეთოს და კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ამ ცვლილებების მიღების მიზეზი. მქონდა შეხება ხოში პირიქით გაუგებრობას იწევს მეწარმეებში პირიქით ის რომ რამოდენიმე ადგილას უწევთ მისვლას საუბარი. მეწარმეებს და იპა გაუგებრობაში. რამოდენიმე ალტერნატიული ადგილი. ნუ არაფერი მქონდა მე მაგ სამსახურებთან შეხება და როცა ევროპის ქვეყნებში მიდიოდა პროდუქცია, ყოველთვის ითხოვდნენ რომ ეს ფორმა აიყო მაშინ, რომ გაეცა მხოლოდ და მხოლოდ ერთ უწყებას, იმიტომ რომ ხდებოდა რაღაც შეცდომები, სხვადასხვა ფაქსიმილით გადიოდა, სხვადასხვა ბეჭდით გადიოდა და იყო გაურკვევლობა. მაგაზე ცალსახად ჩამოყალიბდეთ, რომ ის რაც გავა ევროკავშირის ქვეყნებში, გასცეს ერთმა უწყებამ და ეს უწყება იყოს კი ბატონო ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენს მაგაზე ვიმსჯელოთ რა. კი ბატონო. კარგით ამ აქ მე ამ მეგობრებს ვეთანხმებ, იმიტომ რომ ღვინო სპეციფიკური პროდუქტია და ქართული ხალხის საამაყო პროდუქტია. ღვინოს ყველა ვერ გასცემს ამ სპეციფიკას, იმიტომ ბევრი რაღაცა უნდა, დეგუსტაცია, გემური თვისებები, ქიმიური თვისებები და რა ვიცი, ბევრი რაღაცა. ამიტომ ღვინო უნდა იყოს ცალკე, როგორც ძანეს. სამტრესტმა გაცეს მაგისა და არ უნდა მაგას ვიღაცის გაცემა. ნუ აქ მოხდება ერთი რომ ყველა ვარიანტში მაინც საბაჟო სამსახური მოითხოვს იმ ნებართვას, რომელსაც სამტრესტი იძლევა. უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ გაუმარტივოთ და ის პროდუქტი, რომელიც არ გადის ევროკავშირის ქვეყნებში, აღარ დაჭირდეს ორჯერ და სამ ადგილას მისვლა, თორე ისე ყველა აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მინდა გთხოვოთ აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, ვინ არის მომხრე, რომ ხარი დაუჭიროთ. მადლობა. წინააღმდეგი? წინააღმდეგი არა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს ვთხოვთ, კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე ამ შენიშვნით, რომ ევროერთზე მოხდეს მიღება უკვე დაუგონებელი დანარჩენზე მეორე მოსმენამდე ის გაგრძელდეს მსჯელობა. ვინ არის მომხრე აღნიშნული შენიშვნით ხარი დაუჭიროთ წარმოდგენილ კანონპროექტებს. წინააღმდეგი თავი ბატონმა გიორგიმ შეიკავაკეთ. დიდი მადლობა, ხდომა დამთავრებული. აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს მინდა გთხოვოთ, ალბათ უკეთესი იქნება თუ დაბლა კომიტეტის ოთახში ჩავალთ, თუ გაქვთ 1-5 წუთი.
ახალი შემოხული